პროექტის შესახებ ეს იდეა დეთუს რაღაც 2 წელია აწუხებს და ბევრს ფიქრობდა ამაზე. ამ ბევრ მუსიკოსთანაც გავიარეთ კონსულტაციები, პროგრამისტებთან, ვითანამშრომლით რამდენიმესთან. და ფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა რომ საინტერესო ყოფილიყო ისე, რომ განგვეხორციელებინა ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში და შემდეგ სეულში და მე უკვე მეც შეუერთდი დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ალბათ უფრო მაყურებლისთვის რომ გასაგები გავხადოთ საერთოდ რაღაცნაირად სრული სურათი რა ვაჩვენოთ, ალბათ უნდა ველაპარაკოთ იმაზეც, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე ზოგადად. რომელიც აი კარგი იქნება რომ ფილმი კინოინდუსტრიაში შევადაროთ, როგორც კინოში არის ვთქვათ რაღაც ჰოლივუდის ფილმები, რომელიც მილიონიანი პროექტები არის, ასევე არის ეგრეთ წოდებული არტ-ჰაუსი, ხო და უფრო რაღაც საავტორო ფილმები. თამაშიც ასე იყოფა. თამაშებში არის, ვიდეო თამაშებში არის რაღაც მართლაც აი მილიონიანი პროექტები, როგორც არის შეიძლება Cyberpunk-ი, ან GTA და ასე შემდეგ. არის ტელეფონის თამაშები, უფრო კომერციული თამაშები და არის სახელოვნებო თამაშები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ უფრო და რომლის მიმართულებითაც ჩვენ მუშაობთ. ეს არის ისე როგორც ვირტუალური რეალობა, ასევე ეკრანზე და ისე თუნდაც შეიძლება ტელეფონში, თუმცა განსხვავება ის არის, რომ თუ ვთქვათ კომერციულ თამაშებში მიზანი არის მოგება ან რაღაც სწრაფად რამის შესრულება ან რაღაც აქ ესეთი მიზანი არ არსებობს სახელოვნებო თამაშებში. ამას სხვადასხვანაირად ეძახიან art games არის ერთ-ერთი სახელოვნებო თამაში უხეშად რო ვთარგმნოთ ზოგი art თამაშსაც not games-საც კი ეძახის რადგან აქ არ არის აი ესეთი კლასიკური გაგებით ამ თამაშის ელემენტები. და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ, ამას experience-ებსაც უწოდებენ, ეგრეთ წოდებულ გამოცდილებას და ეს თამაშიც პრინციპში ესეთი გამოცდილება იქნება, რომელსაც აქვს თამაშის ელემენტები. ხო, ეს არის სახელოვნებო თამაში, რაც ახსენეთ. ვინ არიან ამის მომხმარებლები? აი, ვინ არიან ადრესატები, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ? ეს არის ერთის მხრივ, ეს არიან ადამიანები, ვინც ხელოვნებით არის დაინტერესებული და ადამიანები, ვინც გეიმინგით არის დაინტერესებული. ასე რომ ეს რაღაცნაირად აფართოვებს კიდეც მაყურებელს, მომხმარებელი ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ მოთამაშეებს, იუზერებს, ასე ვთქვათ. და ხო, უფრო ფართოს ხდის აუდიტორიას, რადგან ასეთი ტიპის თამაშების როგორც ვთქვათ, გამოქვეყნება შეიძლება იმ პლატფორმებზე, სადაც თამაშები დევს, ასევე ვაჩვენებთ ასეთი ტიპის თამაშებს საგამოფენო სივრცეებში. როგორც ამ ჩვენ შემთხვევაში, თუმცა ჩვენი თამაშის შემთხვევაში არის ეს პრინციპში მართლაც უნიკალური იდეაა, რადგან 80-იანი წლებიდან არსებობს ეს ინდუსტრია და არ შეგხვედრია ჩვენ არსად ასეთი ტიპის იდეა, როდესაც აი ესეთ მუსიკალური თამაშია და როდესაც კონცერტი პრეზენტაცია კონცერტს ატარებს არა მუსიკოსი, არამედ გეიმერი. და გეიმერი ანუ მოთამაშე, რომელიც სცენაზე არის, თამაშობს და ასე უკრავს, ასე ვთქვათ, ნაწარმოებს, რომელიც მუსიკოსმა შექმნა. ალბათ წამყვანი კომპონენტი მაინც ამ ვიდეო თამაში არის მუსიკა, სწორი შეფასება? თანაბრად ალბათ კი, მთავარი კონცეფცია არის მუსიკა, თუმცა გამოსახულებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ამის გარდა სხვა პროექტებში საერთოდ რაღაცნაირად ჩვენ პრაქტიკას შეიძლება ესე რომ განსაზღვროთ სიტყვები და შენობები განსაზღვრავს თითქოს გამოსახულებას. ეს ისევ იქნება აქ თბილისის ჩვენებას ვაპირებთ, თბილისის უბნების ჩვენებას ვაპირებთ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ასე ვფიქრობთ და ხო, მუსიკა რა თქმა უნდა არის დომინანტი, მაგრამ გამოსახულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ამბავიც აქვს ამ თამაშს, უფრო რომ ისე დავაკონკრეტოთ, უფრო მეტი რომ ვილაპარაკოთ ამ თამაშზე. ამბავი, ასე ვთქვათ, რა ზღაპრული ამბავით არის. ეს არის მთავარი პერსონაჟი, არის გოგონა და არის ქალაქი, რომელიც სიჩუმემ მოაჯადოვა, მუსიკა მოიპარა, ნაწილებად დაშალა და underground-ში, ანუ მიწის ქვეშ დამალა. და გოგონა ეს პერსონაჟი, მთავარი პერსონაჟი, ვინც არის მოთამაშე, ის მიდის ამ მუსიკის დასაბრუნებლად. ეს მუსიკა ნაწილ-ნაწილ არის დაშლილი, უკვე ტექნიკურ მხარეზე რო გადავიდეთ, სემპლებად და პატარ-პატარა ნაწილებად, მელოდიებად და გაფანტული არის მთელი თამაშის მანძილზე. იუზერი მოთამაშე დადის აი ამ გარემოში, ჩვენ შექმნილ გარემოში და აგროვებს ამ ნაწილებს. ანუ მას არის დამოკიდებული როგორი იქნება კომპოზიცია, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ გამოტოვოს, თქვათ, რომელიმე, ან ვერ განაჯადოოს, ან ხო, უბრალოდ გაუაროს. ამაში მდგომარეობს ამ იდეის უნიკალურობა მართლაც და საკმაოდ საინტერესო არის თვითონ კეთების პროცესიც და დარწმუნებული ვარ, რომ
შედეგიც ბრწყინვალე იქნება თავმდაბლობის გარეშე. ვისთან ითანამშრომლეთ მუსიკალური თვალსაზრისით? მუსიკალური თვალსაზრისით მუშაობთ ვინდა ფოლიოსთან. ეს თემო ზუგბაია არის, ბრწყინვალე მუსიკოსი, მაგრამ პრინციპში იგივე მნიშვნელობის არის ჩვენი პროგრამისტი ალექს ლაშხი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ნამუშევრების გაკეთება, ასე რომ ისიც ხო აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მარიამ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ან სპეციფიკური გამოწვევა, რაც მუშაობის პროცესში შეგხვდათ? სირთულეზე პრინციპში არაფერი სირთულე ამ ქვეყანაში ყოველთვის ასეთი ტიპის სახელოვნებო პროექტების კეთებაში ალბათ პირველ რიგში დაფინანსება არის ხოლმე. რადგან ჩვენთან არ არის გამართული ეს ინფრასტრუქტურა. თვითონ თამაშების ინდუსტრიაც არ არის ინფრასტრუქტურულად არ არის გამართული. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში არის პოლონელების, ვთქვათ, პოლონეთში, აი რომ შევადაროთ, ხო, თან პოლონეთი ჩვენთან ახლოს არის წარსულიდან გამომდინარე. პოლონეთში არის ძალიან გამართული ეს ინფრასტრუქტურა. ძალიან დიდი დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან და ეს მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს მხრიდან და არა ბიზნესის მხრიდან, რადგან ამ შემთხვევაში ხელოვანი და გეიმდევი ფიქრობს არა იმაზე რომ მოგება ნახოს, ასე ვთქვათ, არამედ იმაზე რომ ექსპერიმენტები აკეთოს და უფრო საინტერესო რაღაცები გამოდის, შესაბამისად მათ აქვთ ძალიან განვითარებული ეს ინდუსტრია. ჩვენთან მოგეხსენებათ როგორც ხდება და თუმცა წინა თამაშზე ვითანამშრომლეთ თბილისი მედია ხელოვნების ქალაქი იყო და აი ამ პროექტის ფარგლებში იყო ეს წიქარა დეთუს თამაში, პირველი თამაში, რაც გააკეთეს ამ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული, თუმცა ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სირთულე, რომ მოხერხდეს დაფინანსების მოძიება. პრეზენტაციის თაობაზეც მინდა გკითხოთ. სეულში არის დაგეგმილი პრეზენტაცია, ანუ პირველად იქ აჩვენებთ, მაგრამ როდის ნახავთ საქართველოში? სეულში ივნისში იქნება ეს კონცერტი. თან MMCA არის სახელი ამ მუზეუმის, სეულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სახელი და ვფიქრობთ, რომ ალბათ შემოდგომაზე თბილისშიც ვაჩვენებთ. ვფიქრობთ ასევე, რომ სხვადასხვა მუსიკოსებთანაც ვითანამშრომლოთ, ვინდა პირველ ნაწილს აკეთებს, შეიძლება ვინდა პირველი ნაწილი გააკეთოს და შემდეგ თქვათ კორეელ მუსიკოსთან ერთად გავაკეთოთ რაღაც ნაწილები, ასე რომ ეს რაღაცნაირად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ალბომივით გამოვიდეს საერთო ჯამში სხვადასხვა მუსიკოსებთან თამაში ალბომი, ასე ვთქვათ, რა სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობით. რაც შეეხება ვიდეო ნაწილს, თქვენ რაც გედოთ ეს და თანდართული კონტენტ განმარტება, რომ ეს დემო ვერსიაც კი არ არის, ეს არის თვითონ კონცეფციის ერთგვარი დემონსტრირების მცდელობა. საბოლოო სახე იქნება განსხვავებული, როგორც მივხვდი და მასე მიმდინარეობს მუშაობა. კი, ანუ ამ 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა უკვე, სულ სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, ბუნებრივიც არის მუშაობის პროცესში და ეხლა გარემოზე ვმუშაობთ, ძირითადად გარემოს ვხატავთ და კი, შეცვლილი იქნება.